აი ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული უნარი კონკრეტულად თავისი ნებით მღვიძარე მდგომარეობაში მას შეუძლია მოითავსოს აი ეს ნიღაბი ხორხში პირდაპირ. ეს არის ლარინგიალური ნიღაბი, ხოლო რისთვის გამოიყენება ის, ამ ყველაფერს დეტალურად ამ ვიდეოში გაიგებთ. ლარინგიალური ნიღაბი ძალიან საინტერესო ხელსაწყოა, რადგან დააკვირდით ის ბრმად პირდაპირ მოთავსდება სწორ ადგილას, სადაც ის უნდა მოთავსდეს, კონკრეტულად მისი ბრმა დაბოლოება თავსდება საყლაპავში და ამ ლარინგიალური ნიღაბის დახმარებით ანესთეზიოლოგს შეუძლია პაციენტი ასუნთქოს პირდაპირ და აღარ მოუწიოს მაგალითად ტუბუსის პირდაპირ სასუნთქ მილში, ანუ ტრაქეაში მოთავსება. იქიდან გამომდინარე, რომ ის მარტივად მოსათავსებელია, ვიდრე მაგალითად ტრაქეაში ტუბუსი, ხშირად გამოიყენება დაბალი რისკის შემცველი და მოკლე ხანგრძლივობის მქონე სამედიცინო პროცედურების დროს. ჰაერი პირდაპირ მიდის ტრაქეის, ანუ ჩვენი სასუნთქი მილის მიმართულებით და მისი ბრმა ბოლო, რომელიც მოთავსებულია საყლაპავში, ანუ აი მილში, რომელიც სასუნთქი მილის უკან არის მოთავსებული, უზრუნველყოფს იმას, რომ ჰაერი არ ჩავიდეს მაგალითად კუჭში, არ გამოიწვიოს მისი გადაბერვა და შემდეგ ასპირაცია. ანუ კუჭის შიგთავსის უკან ხახაში დაბრუნება და შემდეგ სასუნთქმილში მოხვედრა, რაც გამოიწვევს დიდ გართულებებს. თუმცა სამწუხაროდ ასეთი მარტივი ხელსაწყოთი ყველა ქირურგიული ოპერაცია ვერ ჩატარდება, რადგან პირდაპირ ტრაქეაში მოთავსებული სასუნთქი მილი ხანგრძლივი და კონკრეტული რისკების შემცველი ოპერაციებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მაგალითად ლარინგიალური ნიღაბი. შენ კი თუ სამედიცინო ვიდეოები გაინტერესებს, უკვე იცი რაც უნდა ქნა. დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი.